მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით შემდეგ ვიდეოით და დღეს ვიღებთ ისევ ფაქტებს, რომელიც ადამიანების 99%-მა არ იცის. ესე იგი, იცოდით თუ არა რომ თქვენთვის არ ეძინება, როდესაც ღამეა და ფიქრობთ რომ თქვენი თვალები მოდუნებულია და ცდილობთ რომ დაიძინოთ და ანუ გეძინებათ, ტვინს არ ეძინება. უბრალოდ თქვენი თვალების კუნთები არის დაღლილი და ის უბრალოდ დახუჭას იწყებს, რადგან თქვენი ტვინი ღამესაც მუშაობს. როდესაც თქვენ იძინებთ, თქვენ გონებაში ის ქმნით სიზმრებს, რათა თქვენ დაინახოთ ის. მოკლედ მეგობრებო, თქვენ ალბათ ისეთ რომ ობობა შეიძლება ცხვირის სუნთ ქავს, მაგრამ ობობას არ გააჩნია ადამიანს ავით ცხვირი და აღარითი სუნთ ქავს. მას აქვს მუცლის პატარა ნაპრალები და ასე გამოდის რომ ის სუნთ ქავს მუცლით. ასე მუცელი რა კონდეს? ის ვერ გადარჩება, ვერ სუნთქებოდა, ასე ხო რა, რაოდენ გასაკვირზე არ უნდა იყოს, სუნთ ქავს მუცლით. მეგობრებო, იცოდით თუ არა რომ ვირთხა იცინის? არა არ იცინის. იცინის და გეტყვი როგორც. შეცად და ითამაშე ვირთხას. მას მოეფერე. ის გაიცნობს, სურალ ჩვენ ვერ გაიგებ. ის იმნაირი ხმას გამოცემს, რომელიც ჩვენი ყური ვერ გებულობს. მეგობრებო, იცოდით თუ არა რომ პიგვის მუხლები აქვს? უბრალოდ ჩვენ ვერ ხედავთ, რადგან მას თავისი ბეწვით აქვს დაბრუნებული თავისი მუხლები და ასე გონია რომ პატარა ფრინველია, მაგრამ მას აქვს მუხლები და ჩვენ ვერ ხედავთ ამის მუხლებს. აიღო ბიჭო. ოდესმე დაფიქრებული ხართ იმაზე თუ ბანანი რატომ არ მოდის ჩვენ სეზონში. რა ის იმიტომ არ მოდის ჩვენ სეზონში, რომ ის ტროპიკული ხილია. ვცდები, ხილი არ არის, ის კენკრაა, რადგან ის შედგება შიგნით არსებული თესლისგან, რომელიც კენკრის ოჯახიდან მოდის. ანუ ის როგორც მარწყვი, ისევე ბანანის კენკრაა. მეგობრებო, იცოდით თუ არა რომ ხახვი, არა ყველა ვიცის, რომ არის გამოყოფს და ჩვენ გვეტირება. ყველა ვიცით, ხო? ყველა ვიცით. ანუ ხო იცით. მოდით მარტივ კითხვას დაგისვათ. რა ფერია მზე? ალბათ იტყვის რომ ყვითელია, მაგრამ სულ მზე არის თეთრი. ახლა კი დაგემკიცებთ მაგას. როდესაც მზე ჩვენ ვუყურებთ, გონია ყვითელი, იმიტომ რომ ატმოსფერო ცვლის ფერს. რაც დედამიწას გარშემო მოაკრავს აირის გარსი, ეწოდება ატმოსფერო, ხოლო ეს ატმოსფერო მზეს უსვლის ფერს და თეთრი გონია ყვითელი. მეგობრებო, იცოდით თუ არა რომ დელფინს აქვს ასეთი უცნაური ჩვევა? მას ყოველთვის ნახევად ძინავს, რადგან ის არ მოკდეს, რადგან მას ჭირდება ასევე ჟანგბადი რომ ისუნთქოს, ამიტომ ამოდის ხოლმე იგი ზევით. მეგობრებო, იცოდით თუ არა, როდესაც ბავშვი იბადება, მას 270 ძვალი აქვს. და ჩვენ რამდენი გვაქვს? ჩვენ 207, რადგან როდესაც ადამიანი იზრდება, ისი ძვლები ერთმანეთს ზოგიერთი ძვალი და გამოდის 207. მეგობრებო, ახლა კი ყველაზე უცნაური და ბოლო ფაქტის დროა. ახლა დაგისვათ კითხვას. რა ფერია ზღვა? გოგა, მიგასუხე, რა ფერია ზღვა? ლურჯი. ვიცოდი რომ პასუხს გამცემდა, მაგრამ ეგ არ არის სწორი. ზღვა სინამდვილეში არის გამჭვირვალე. ჭიქაში რომ წყალს ასხავთ ლურჯია, რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ ის გამჭვირვალეა და ხოლო ზღვაც ასეთია, უბრალოდ ის ზემოთა ცის ფერს ირეკლავს და გონია რომ ლურჯია. რადგან ცა ლურჯია და ზღვა მის ფერს ირეკლავს. ახლა კი გემშვიდობებით, სულ ეს იყო ჩვენი ვიდეო. მომავალ შეხვედრამდე და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. და რა თავარია, გაზიარება. მოკლედ მეგობრებო. Vapo, vapo, no seto é vapo, vapo do